რეალურად გეცოდინებათ ჩვენი ტელეფონი და სად უნდა მოხვიდეთ. ჩვენ 24 საათის განმავლობაში მზად ვარ. მინდა მთელი საქართველოს მოსახლეობას უთხრა. მე ბევრჯერ ეს გზა გავიარე და ძალიან რთულად გავიარე და ყოველთვის ადვოკატის პრობლემა მქონდა. მე ვინც მიცნობს და ვინც აი ამ გოგონასთან მოვა და აი ამ ხალხთან. აი ამ ადამიანების პასუხისმგებელი ვარ მე, რასაც გეტყვიან, იმის უკან მდგავარ მე. რა მინდა გაგაფრთხილოთ? საქართველოში თაღლითობას უფრო სწრაფად სწავლობენ, ვიდრე გამრავლების ტაბულას. ახლა მეუნებიან ჩემი თანამშრომლებიც და სხვაებიც, რომ კაცო, ვიღაცა გონზე რო არ არის ისეთი, კარგად ლამაზად ჩაიცვამს, კარგ მანქანას იყიდის, სადღაც დაждდება, ირეკლამებს თავს, რომ მე იურისტი ვარ, ვიღაცა ყავს ერთი იქით დაქირავებული, მეორე ასე დაქირავებული, ახევს ამას ფულს 10-20-3000 და არასდროს რო იურიდიულ საქმესთან საქმე რო არ ქონია. მე პირადად, აი რაც ეს გავხსენით და რასაც ხვდებით, აი გეუნებით, აი კაცურად გეუნებით, რომ მე მაგალითად 6 უმაღლესი დონის თაღლითი შემხვდა. თქვენთან ვითანამშრომლებთო და მე ვთქვი, აქ არ დაგინახო, აქ წინ გავლილი მეთქი. კლიენტებს მოგიყვანთო, როგორ იურისტი შენ არ ხარ, ოთახი შენ არ გაქვს, დიპლომი შენ არ გაქვს, პატრონი შენ არ ყავს და ის ვიღაცასთან ვერ მორიგდი, ან მორიგდი, ხო, შენს ვიღაც ადვოკატი რო ყავს სადღაც დაქირავებული და მე ხდება ძალიან დიდი პრობლემები, ხო? მე მოსახლეობას ვარფრთხილებ. ძალიან ბევრი არიან ადამიანები, რომლებიც ადვოკატობას იბრალებენ თავზე, იურისტობას იბრალებენ თავზე და მე გეუნებით. პირილი სანამ დაიწყებ, მიდი და მოთხოვე, ვინ ხარ, რომელი პატიმარი დაგიცვია, ან რომელი ადამიანი დაგიცვია და მიმართავ მოსახლეობას, რომ თუ გინდათ, რომ ადვოკატი რო დაგჭირდებათ, მერთმა არ დაგაჭიროთ ადვოკატი, მაგრამ ხო არის 1000-ნაირი დავა მიწაზე, სახლზე, ოჯახურზე, ძველი საქმე, ახალი საქმე, ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით მზად ვარ. ამ დროს ამ ქალბატონს უნდა დაურეკო და აგერ პროფესიონალები ჩაერთვებიან. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანი. ჩვენ იმიტომ შევქმნით ეს სამსახური. შალვა, ხო, იმიტომ შეიქმნა ეს სამსახური. აი ჩვენ მაგალითად ადვოკატი გვყავს, მიდის საქმეზე, მაგრამ იმ ადვოკატსაც ჩვენ